საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. ხაბარ აშვები ლევან ძმაო და რა უნდა მექნა რა ფული უნდა მოგეტანა ბიჭო რამდენჯერ გითხარ და საერთოდ რატო დამძდებ წინ და უკან სანამ ფულს არ მოიტან ძმაო მე შენი ძმა არა რა ძალიან ბევრჯერ გითხარი რომ მე შეთან მოსატანი არაფერი არ და ვისთანაც გაქვს მისატანი იმას მიეცდო რა იმას ლოდინი არ უყვარს ხო იცი ხო და შეგიძლია იმას გადაცე რომ ძალიან დიდხანს მოუწევს ლოდინი მე მაგდენი ფული არ აქვს რა ძმაო და როცა მექნება ჩემ ოჯახს მოვა ხო და აი მაგ შენი ოჯახის ჯობია რომ მოიტანო ეგ ფული რა მე მუქნები ხო არა ჩვენ არა იმას მე თვითონ გავხსენ პასუხს რა ეს ნამეტანია და შეფსახას მაკა დედიკო რა სუნია ბლინებს ვაწყობ მოგიკვდეს დედა დაგეწვა რატო მე რა ამბავია მაკა ამდენიზეთი იმიტომ ესეთი სუნი მაკა ჩემი გუჯის ვიტრი გარეცხე აუ გამავით მწვანე რო ჩაიცვა ნეტა რა მნიშვნელობა აქვს მაგისტრის რა მართალი ბრძანდებით გაბატონო მანანა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ორივე ძალიან მიხდება უბრალოდ ის უფრო თბილია მე როგორ შეიცვალა ყველაფერი რა ჩემ დროს ახალგაზრდა კაცი იმას იტყოდა რომ ცივაო ან სვიტრს ჩაიცმებდა არა უბრალოდ ან სიდედრს შეეპასუხებოდა უბრალოდ გარეთ დეკემბერია გაბატონო მანანა და უხერხულია პერანგის სამარასიაროა რა ისე წავიდა მამა შენი ამ ქვეყნიდან პერანგზე უფრო თბილი არაფერი არ ცნია მოყინულა ცხონებული დე ნაძვის ხელადის უმეტად მოვიდა უკვე ახალი წელი რა დროს ახალი წელია ბები მანამდე რამდენი საქმე მაქვს იცი აბა ერთი გაბედოს და მოვიდეს უნებართოთ რა ჩემ სკოლაში კი დადგეს ნაძვის ხელი ჩვენც დავდგავთ როდის აი რო ვიყიდით რატო უნდა იყიდოთ იმ ხელა ნაძვის ხე მაქვს სახში აბა მე ვისთვის მინდა დედა ეგ ნაძვის ხე დავდგათ შენთან და მე ახალ სახლში მინდა ახალი ნაძვის ხე და რატო უნდა იყიდო რატო მილიონი რო გადაიხადო აქ ეგეთ ნაძვის ხე შენ ვერ იშოვე ნაღდი ჩეხურია პრაღიდან ვათრიე ძველია მებო ძველი ხო და მაგიტომაც არის კარგი ებო გადასაგდებია გაკუცულია უკვე ნეტა მარტო ნაძვის ხე იყოს ამ სახში გაკუცული რა კარგით ახლა კვირას ყველა ერთად წავალთ და ვიყიდით ნაძვის ხეს yes გადაყარეთ ფული რა გენაღლებათ რა და მე კიდე თქვენი კრედიტის გამო ღამეები არ მძინავს კრედიტზე გამახსენდა და ერთი უნდა დავჯდე და ვეანგარიშო რა დამიჯდება ახალ ბინაში გადასვლა ცალკე დილამშვიდობის აი ხო ერთი შეხედვით ერთი ჩვეულებრივი დილა მაგრამ ერთმა სიტყვამ უბრალოდ ერთმა კითხვამ დედა ნაძვის ხეს როდის დავდგამთ უცებ ყველაფერი შეცვალა მე შემცვალა ზამაფორია გასასიამოვნოდ უცებ ერთ წამში რაღაც ახალი წლის განწყობა შემოვარდა სახლში რა ვქნა განსაკუთრებით მიყვარს ახალი წელი გაიკეთებინათ გოზინაყი და საცივი 8 მარტს და მეყვარებოდა 8 მარტი აი საბურავებით მილოცავს ახალ წელს იცით რატომ იმიტომ რომ ახალი წელი არის დღესასწაულების დედოფალი გაპრანჭული ნაძვის ხით შეფუთული საჩუქრებით თან წელს განსაკუთრებული ახალი წელი მაქვს იმიტომ რომ ჩემს ახალ სახლში ვხვდები და ყველაფერი ახალი უნდა მქონდეს ახალი ნაძვის ხე ახალი სათამაშოები განათება ყველაფერი უნდა გავანათო ну ალბათ ერთი კვირა დამჭირდება მაგრამ მოვასწრებ ყველაფერს მოვასწრებ გავიქეცი ახლა სამსახურში თორე დავაკვირდე. დავით.
ხდე? ადექი რა სკოლაში მაგვიანდება. სად? სკოლაში მაგვიანდება. დედა იზო სად არის? გუშინდა რეკა ავადვარო ვერ მოვალო. რა უპასუხისმგებლო ქალია რა. კაი მიდი ჩაიცო და მეც ავდგები ახლა. მაცვია უკვე. რაღაცვია ზოსკო ისე აპირებს სკოლაში წამოსვლას. მიდი დროზე რა გეხოცა. კარგი რა დამაგვიანდება. აი დედა ჯობია და გაგვიანდეს ვიდრე რა. არ ვიცი აღარ პახსას რა სამბობი მიდი გთხოვ ნუ არ ერბიურებ რა გეხოცა. მაშინ საუზმე მომიგზავნე. კაი მიდი. დედა იზო რას გაჭმევს ხოლმე დილაობით? რავი ხან ბლინებს, ხან ალადებს, ხან ყიყლიყოს. და კარაქი ამბობს არა? არა ეგ არ მიყვარს. ვითომ რატო ერთი? იცი რა სასარგებლოა კარაქი, რამდენი ვიტამინები აქვს? და პური ხო საერთოდ? არ გაგიგია და პური ჩვენი არსობისაო? არა და ყიყლიყო მინდა. კაი ხო. How to cook ყიყლიყო. მე როგორც იქნა მოვჭი ამ ლაბაძის აგარაკს. ესო რომ გაიგიჟოს თავი ამ კაცმა არაფერს აღარ შევცვლი. ხო. რთულია პრეტენზიული კლიენტი. ძველ სამსახურში ერთი მყავდა, არაფერი არ მოწონდა საერთოდ. წინა სამსახურში შენ ვინ მყავდა არ ვიცი, მაგრამ აქ ყველაფერი მოსწონს შენი. არა ლიზა? ეთყობა რაღაცით ხიბლავს ხალხს. ხო ელენა. როგორ ხარ? კარგად, შენ? კარგად. რა შვება ის შენი თანამშრომელი? კიდე ჭირდება ადვოკატის დახმარება? კი, აშკარად. ხო. მაშინ ორზე გელოდებით. კაი, მოვალთ. მოხვალთ? კი, აუცილებლად მოვალთ. მადლობა ელენა. რა ოფიციალური ხარ? ვერ ლაპარაკო? ხო. კაი, დროებით. კაი. ჩემია ჩანდა ბახვალ მოგასვენებენ კაცს რა მაგა ორზე ობიექტზე ვართ გასასვლელი გახსოვს ხო? კი. ეხლა ამას მოვრჩევი და გავიდეთ. არა, სასაჩქაროა. ქვეყნის დრო გვაქვს, იმუშავე. დედა, რა სიამტკბილობა ამ ჩვენ თანამშრომლებში გაგიჟდება კაცი რა. რას მაჭიდავე ხა ამ ხელაკაცი? რა ჭიდაობდი შენს? ხო გითხარი, თუ არ იტირებ და ისე გაიგეთებ ანალიზს, მოგიყო კაფეში მეთქი. ესე იგი, გასახელე და დავიმსახურია რა? ვერ ნახე როგორი წევრი ამართული დაუდიდი, ამაყი ვიყავი, აი ჩემ მეგობარია მეთქი. რა კარგი ხალია ეს ექიმი. ანა მაგარი ჯიგარი ბიჭო. თელი ბავშვობა დედაჩემი მაგასთან დამათრებდა ხოლმე. მაშინ ვერ ყოფილა კაი ექიმი. რა გიგავ შენ ნამკურნალების? მიდი რა. იცი რა ანალიზები აქვს? თელი შვედეთი დამზდევდა მომკიდეო. არ ვიცი. ნანას ნახვამ თუ სისხლის გადასხმამ, მაგრამ გიშველა ხო ეს კარგად გამოიყურება. რა შედარებაა? შენი გადავიდე, ნახე რა მადაზე ხარ? მოდი იცი რა ვქნათ? დაურეკავ ნანას, ვეთქვი, მაგარ მადაზე ვარ თქო, და ნუ არ იწვალებ მაგ ანალიზების პასუხებზე. ბიჭო, რა ვარ თქვა? ანალიზების პასუხს რომ მივიღოთ, მე დაგირეკავთ თუ რა ვარ? არა. პასუხი თუ არ მომეწონება, იმ შემთხვევაშიო, თორე პასუხები მეც მომივა მეილზე. მან დამიფორვარდა ეგრევე. რა გინდა? ჩემსა შევადარებ. რა განსხვავება როგორია? თან შენ ხო ადრე მოიყვანე წოლი. არა, განსხვავება აშკარად იქნება, თან შენ სიდედრი არ გყავს, ხო? ბარუხა მიტეხეს ბაოგინდა თუ არა ქართველი წოლი მინდაო. სიდედრს იმამდა, ჩახუტებები და სითბოები რო არ მინდოდა, იმიტომაც
მოვიყვანე სწორედ უკიდურესი ჩრდილოეთიდან. და შენ რა მითხარით თუ იცი? როდის უნდა დაჭკვიანდე? არც დაიფიტო რომ ჩემი არ გშურს რა. შურს ოღონდ მაგამ ბავში არა. რა სამსახურში რო არ გეჩქარება, ეს შურს. ბიჭო ისე მართლა. რო დაურეკო და რომ ძალიან ბევრი სისხლი დავკარგე და გთხოვ დღეს ვერ მოვაქვ რა. შანსი არა, თან უკვე ვაგვიანებ. დროზე დაამთავრე. დალი ყავა და წავედი. სადა ხარ გოგო, სად? ზესტაფონში იყავი მაყველისთვის წასული? არ მითხრა მანანა რა დილი და რო დაითარსები. რა იყო? მაგული შემხვდა. რა მინდაო რა ბძანა? სალონში მიბრძანდებოდა. რა ენაყლება რა. საათივით აქვს ცხოვრება აწყობილი, მეტი რა საქმე აქვს მაგას. არ თქვა რა, ქალი თუ ხარ თავი ესე უნდა დაიფასო. ჯერ იყო და ის ცხონებული თავის ქმარი ხელის გულზე ატარებდა. ეხლა კიდე ეს თავის შვილები ყავს ჰოპსტოპზე დაყენებ. ისე ლეილა რაც თავი მახსოვს, სულ უკმაყოფილოა და სულ წუწუნებს. სულ. ეხლაც ისე შემომატირა ვარშავაში მივდივარ რომ გეგონება აძალებდეს ვინმე წასვლას. რა უნდა ვარშავაში? კონგრესზე მიდის. რა ენდომება მე და ჩემი მეგობარი მივდივართო დასასვენებლათო. თავიშულს უჩუქებია ისინი საგზურები. ზოგს რა ბედი აქვს? სად იყო მაგი ხაშურს არ იყო გაცდენილი მე და შენ პოლონეთი და ჩეხოსლოვაკია მოვლილი რო გქონდა. ვიღას ახსოვს ეგ ჩემო მანანა. ახლა ვინ ხარ და რას წარმოადგენ ის აინტერესებს ხალხს. და აინტერესებდეს. მაგულისნაირებს არც შევედრები. რა ტანი აქვს ჩემზე უკეთესი თუ ფეხი, თუ გვარიშვილობა. გვარიშვილობა ისე მართლა კარგი აქვს. გოგო ჯერ არსად არ წასულა და ისეთი გონორით მელაპარაკებოდა. მაგას ეხა ვარშავა პარიზი გონია. ხო მანანიკო, მაგრამ კაია. რას დაგხატავდა მე და შენ ფული თქვით, ორი წავიდოდით სადმე წესიერ ქვეყანაში. ლეილა, ისე რა ფული უნდა ეხლა მაგას, რა ვიცი, ქვეყანა სადღაც დადის და დავიჯერო ყველა მდიდარია. გოგო რაღაცას დაძვრებიან ხოლმე და ამ მიაფიან ტურებს ნახულობენ. მე კიდე ეს ინტერნეტი არ ვქო. ხო და ვეტყვი მაგას, არც ფული მინდა, მაგისი და არაფერი მოგვიძებნოს რამე. მართლა მანანა? წავიდეთ, გოგო, მაგულიზე ნაკლებები რითი ვართ. ხო და წავიდეთ. მოკლედ ასია ჩემი საქმე. ბინა გამიყავი ვერ ხო დამძდებს კაცი, გადამეკიდე. ბატონო ვანო, დიდი ბოდიში კიდევ ერთხელ გეკითხებით, მაგრამ საერთო შვილი არ ყავთ, ხო? არც საერთო და არც უერთო დამიფარა ღმერთმა. და ბინა ერთობლივი ცხოვრების დროს გაქვთ შეძენილი? არა, მამაჩემის ბინა იყო, უпроსოდ მამაჩემის მამის. მაგასთან თანაცხოვრების დროს თუ რამე შევიძინე, ნევროზი ბატონო. ნუ მაშინ სანერვიულო არ გაქვთ, არაფერი ეკუთვნის. როგორ? რატო ასე დიდ გულზე? სასამართლოში გიჩვილებო. გიჩვილოთ მე აქ არ ვარ. აიმე, ეს რა კარგი გოგო გამოცანი მაგა. რაც ეგ ქალბატონი ჩამობრძანდა პირველად დავიძინებ დღეს საღამოს ადამიანურად. ვერ ვიჯერებ რომ ესე შეგაშინათ. არა შევშინდი, ახლა ჩემი შეშინება ასეთი ადვილი არ არის მაგა, ხომ იცი? ქალბატონია მაინც რამე ისეთი არ ვაკადრო მეთქი ვიფიქრე. ხო თან კანონით ჩემ ხარეზე ყოფილა და კარგით, მაშინ ჩვენ გავალთ, ხო? მე გადავიხდი, მე. უკაცრავად. დიდი მადლობა. და ისა ჩვენ ხშირად მოგვიწევს ხოლმე შეხვედრები, ხო? ალბათ. კი. დედა რა სამკაულებს აკეთებს ეს ჩემი კლასელი? გაგიჟდები რა. ბიჟუტერია? ხო, მაგრამ ძალიან ლამაზი. არ მიყვარს ეს ბიჟუტერია რა. არც მე მიყვარდა, მაგრამ შემიყვარდა. აბა ოქროს მე არავინ ჩუქნის და. არც მე. ვითო? ისე შენისთანა გოგოს კი უნდა ყავდეს ერთი ოქროს მჩუქებელი. ნუ, რა ვქნა, ვერ ვიპოვე. დარწმუნებული ვარ გამოჯდება. თან ძალიან მალე. გამარჯობა. მოიცა სად არის ხალხი? ჩვენ ხალხი არ ვართ? არა, ნუ მე თავს გულისხმობ. ვანო და მაკა გაინტერესებთ კონკრეტულად სად არიან თუ არა, ორივე მაინტერესებს. ობიექტზე არიან. მოიცა მივიდნენ უკვე. მე რატომ მეგონა რომ ხვალესთვის დავიგებ? არა, დღეს.
კარგი, მოკლედ გავიქცე. ნერვები მეშლება რა, ჩვენს გარდა ყველა ობიექტზეა. წავალყავას მაინც გავაკეთებ. მე. აღარ მეუშაქრო. რას აკეთებს? ჩემი დედოფალი. აი რაღაცას ვაპირებ, ოღონდ ჯერ არ ვიცი რა სკოლაში. სკოლაში ზე მივხვდ 3 ეს და ფორმები ჭირდებათ. მე არ მაქვს, მაგრამ მაინც უნდა ფორმები, თან 2. ვაიმე, ჩემი სიცოცხლე 2 რა გინდადე? ერთხელ მე ჩავთმო ცოტა საშიშ, მეორე დილას. მაინც რა ფორმები გინდა მამე? ხამე ჩონჩხის ლუკა და გაბრიელო შევაშენო და დღისი დრონელდასი. დე რო შეგიკეროთ. არ მინდა შაშანაშანიკერე ვერ გამოუძრავდი და ეგრევე გამეხო. ვაიმე ხო, გახსოვს შარშამბაღის სენზე კი ნახავს ცხვილი რო ჭა. წუყიდოთ ნახე. ვაიმე კოტიკო 5-ვეს ფორმას როგორ ვიყიდით? ვიფიქრე მარიამ სარიელის ფორმას მაინც შევუკერავ თქო და ცოტა შევეშველებით. შენ უნერვიულო საახალწლო ფორმების ფულს როგორ მე ვიშევ? შეიძლება მეც წამოყვას არჩევად. აბარა მამე. შეიძლება ლუკასაც რონალდოს ფორმა უყიდოთ. რატომ? რო დაუპატაოდება, მერე ჩამოექნება. ვაიმე. აი ხო ვიცი რომ არაფერი არ ხდება, მაგრამ მაინც ისევ ნერვიულობ. ნუ კარგი რა არის ციტასოს ამბავი, ყველაფერზე განგაშსაცხადებს. არ გახსოვს გუგასამებზე ციგრი არისო? მე რა ხო დაშორდა? ხო, მართალი ხარ ბოდიში. ხო, მაგრამ ეთყობა ეხლა რაღაცა მართლა სერიოზული. მაგალითად მოიმატა 700 გრამი. არ არის საკმარისი მიზეზი პანიკის სასაწევად? რა? სათხარამდენი ხანია? მე მეცადა დრო მოგეცეთ რომ გეცინდა და გედარდათ შენზე. შენ კიდე მოხვედი ნაბარჯიში. გიხდება ისე სპორტული ფორმა ხო იცი? ვიცი ნათია, მაგრამ ახლა მაგიტო ხო არ დავიწყებ ვარჯიშს. მოკლედ რატო დაგიპარეთ? გრამი არ გაქვს მომატებული. პირიქით. ვიცი 1 კილო მაქვს დაგდებული, ეგ მაინც ვიხეირე გუგას წასვლით. აიმე, დაივიწყე გახვეწები გუგა. ნუ გაიშლი, ნერვებს საერთოდ არ ღირს. აიმე დაამშვიდეთ ახლა ეს სული ქალი, კაცო. მოკლედ, ჩემ ცხოვრებაზე უნდა გელაპარაკოთ. ანუ როგორ წარმართო ჩემი ცხოვრება, რა? აიმე ღმერთო გიჩვენეს სწორი გზა. გოგოები. ფიტნესი თუ ვეგანობა? რა? ვივარჯიშო თუ ხორცი არ ჭამო? რა თქმა უნდა ფიტნესი. რატო? ახლა გონია რომ ნებისყოფა არ მეყოფა? არა, ნუ ყველანაირ ხორცს მოითმენ ჩვენის გარდა. რა არის? იგი მე რა გჭამთ თქვენ თუ რა არის ელენე? ვინ თქვა ახლა? ელენე. ბოდიში დასო, მაგრამ ძალიან მიხარია და მეცნება ასეთი პრობლემები. მე ძალიან დიდი მადლობა ნათია ჩემ პრობლემებზე რომ გეცინება. რა არის ეს რა? რა არის ხა ამაში ამდენი საფიქრელი. ჯერ შედი ფიტნესზე, ივარჯიშე, მოგბეზრდება, მე გამოდი და გახდი ვეგანი. ნუ შენი რა მიდის? რა ვიცი, არც არაფერი, მაგრამ ხა ამდენი რაღაცა ტანზას მეწყიდვა არ მინდა და ამდენი ფორმის ფიტნესი. აიმე ფორმა არ ამდენი ფორმა მაქვს საშოვნელი. აი, ყო შენც ვარჯიშს დაპირე? არა, საახალწლოდ სჭირდებათ ბავშვებს სკოლაში. ნუ გაბრიელს ჩოხა, ლუკას პრინცის ფორმა, მარიამს არიელის. ამა მთელი გარდერობი უნდა დახურონ და მთელი თეატრი. რა, მათ ბევრნი არიან, ენაცოლოთ დედა. იმრავლეთ. ნათია, მაგრამ მე რა ვქნა? მე გეტყვი ხა რა უნდა ქნა? თან ფიტნესი და თან ვეგანობა. შეიძლება ეგ? კი. აუ რასულელი ვიხე უფრო გაბირთულე რა დაბანებეთ თავი. მაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩატარდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია. ხელისუფლების ოპონენტებს ქართული ოცნების მხარდაჭერები დაუპირისპირდნენ. დედა, ჩემი სიკვდილი რა ამბავია? პოლიცია სამართალდამცავებმა ერთი პირი წვრილ მანიპულაციებისა და დაუმორჩილებულისთვის დააკავეს. რა სიწყნარია რა, გადამირთო საინფორმაციოზე და დამაგლიჯა ნერვები რა.
ვიჯექი ჩემთვის კინოს უყურებდი, მოგბრძანდით თქვენ და გადართით საინფორმაციოზე. აბა შენ სავით ჭუში უნდა ვიჯდე? არ გაინტერესებს ქვეყანაზე რა ხდება? რეშობენ ბოშები. რავის თავისთან არიან. ჭამეს, იმეცადინეს და ეხა თამაშობენ. ნინი, სანდრო. ჩაი არ